გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ ახალგაზრდებს შეხვდა. მინისტრმა ისაუბრეს მეღვინეობა, მევენახეობის, სატყეო რეფორმის, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების, ასევე პლასტიკატის მოხმარების შემცირების მნიშვნელობაზე. ხაზგასმით აღინიშნა სურსათის უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების ამაღლების აუცილებლობის საკითხი, რაზეც სამინისტრო და შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის თითოეული ახალგაზრდა, ვისაც აქვს ინტერესი სტაჟირების გავლის და თავისთავად ცხადია ჩვენი სამინისტრო მზად არის მაქსიმალურად ხარში დაუდგეს თითოეულ სტუდენტს, კურსდამთავრებულს, რომელსაც ექნება ინტერესი იმ ვიწრო სპეციალობიდან დაწყებული, რომელსაც ეს სამინისტრო ფარავს, ზოგადი პროფესიებით დამთავრებული და წარმატებები მინდა თითოეულ სტუდენტს და კურსდამთავრებულს უსურვო. ძალიან დიდი мотиваცია ჩვენთვის და ასე ვთქვათ დასაფასებელი, როდესაც უშუალოდ შეხება გვაქვს მინისტრთან, მისგან გვაქვს შესაძლებლობა მოვისმინოთ ის პოლიტიკა, რასაც სამინისტრო ატარებს ქვეყნის მასშტაბით.